ახალი არაბული ინვესტიციები. რაც არის ესეთი შეიძლება ითქვას, რაღაც ლოგიკური გაგრძელება ქართული ესემის ეკონომიკური პოლიტიკის, დიდრების სამეზობლოების შენდება. ოღონდ უზარმაზარი სამეზობლო ისეთ თქვა. ოღონდ ალბათ მეგარიჩი. უმდიდრესი ქართველები და არაბები დასახლდებიან იქ, ანუ პირველი რეაქცია მოდის ეს არაბები, რომელიც რაღაც ძალიან ყურში გვხვდება რა ინვესტიციასთან მიმართებაში. ხა მე ამ აზრს არ მივყვები, რომ ეს ინვესტიცია პრობლემური, იმიტომ არ არის რომ არაბული ეს ინვესტიცია პრობლემურია, იმიტომ რომ საერთოდ ანუ რას ვიღებთ? ეკონომიკური განვითარების მოდელი ძალიანად მინდობილი რაღაცა. ბაზარზე დერეგულაციებით არის ნასაზრდოები ამდენი წლის განმავლობაში. და თავარი რაღაცა იაფი მუშახელი ხარ და ამ ვითარებაში ჩვენსაც უყურებთ საერთოდ რა ფული შემოდის რინ ადამიანს დაასაქმებს, რა რეგულირებები ჩატარდება. იყო თუ არა ეს ხალხთან განხილული საერთოდ, გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი იქნება თუ არა. და ძალიან ბევრი ეს ქალაქზე რა გავლენას მოახდენს მოიტანს თუ არა, რა ზიანის მომტანი იქნება. თბილისი ბათუმი. ჩვენ თუ ამ კითხვებს პასუხი არ გავეცით და ისე გითხრათ რომ ეს კარგია, ბევრი ფული შემოვიდა, ამას აჯობია. ამახვანდაც ეგრე იყო, რომ რა ცუცხური ინვესტიცია რატოა ცუდი? მთლიანად სისტემა არის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებელი. ჩვენი ეკონომიკა რაც არის თვითკოლონიზატორულია, ხო? ანუ მართლა ეხა არ იქმნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნორმალური საცხოვრებელი გარემო და ამ დროს საიდანაც 6 მილიარდის პროექტი შემოდის და აი ამ შემთხვევაში ეხა მართლა რა მნიშვნელობა ექნება ეს არაბული კომპანია ვიზე გაყიდის ამ სახლებს, ხო? რაღაც აი სულ რომ ანუ ის იქნება რაღაცა იზოლირებული მდიდრების დასახლება იყოს, სადაც რა ვიცი, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვლენ ვიღაცეები. ცოტა სამხრეთ ამერიკაში რო არის ხოლმე, ხო, ძალიან მდიდრების შემოსასვლელი და იქით ფაველები. აი ზუსტად რა, ანუ თბილისის მოსახლეობისთვის, ანუ თუნდაც რა ვიცი, აი აჭარის მოსახლეობისთვის სრულიად უცხო გარემო იქნება. გინდა არაბი იყოს და გინდა შვედი რა, ხო? ჯერ ხო გახსოვს. იმ ადამიანის დამოკიდებულება ეხა ვინც იქ იცხოვრებს და ვინც იქ ბინის ყიდვას შეძლებს, ნამდვილად არ იქნება ეხა ჩვეულებრივი თბილისელის მიმართ რაღაცა თან როგორც თანასწორი თანამოქალაქეებს შორის შეიძლება იყოს,